Pulis psichologija. Raton moდის puli ზოგთან და სხვებთან არა. Pulze ლაბარაკი როგორც წესი ტექნიკურ საკითხებად გვესახება. ბიუჯეტი, ინვესტირება, დანაზოგი, შემოსავალი, ხარჯები. მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ puli პირველ რიგში ფსიქოლოგიური მოვლენაა. იმის მიხედვით, როგორ ფიქრობთ, რას ვგრძნობთ, რას ველით და როგორ ვრეაგირებთ, pulis გზა ან იხსნება, ან იკეტება. დღეს გაგიყვებით, რა დგას ამ ყველაფრის უკან. როგორ იქნება მენტალიტეტი, რომელიც ფულს იზიდავს და როგორ იქნება ის, რომელიც მას მარად შორს ტოვებს. Puli იქ იწყება, სადაც აზრი იწყება. ფინანსურ წარმატებას ხშირად უკავშირებთ გამჭრიახობას, გამბედაობას ან იღბალს. მაგრამ ფსიქოლოგები გვაჩვენებენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. ადამიანის დამოკიდებულება ფულის მიმართ განსაზღვრავს მის ფინანსურ ქცევას. თუ ადამიანის შიგნით არსებობს რწმენა, რომ puli ყოველთვის მაკლდება, puli რთულია, puli ცუდია, მისი ქცევებიც ამ რწმენის გარშემო შენდება. Decisions ხდება ემოციურ ფონზე, რომელიც უშლის ხელს გრძელვადიან სტრატეგიას. სწორედ ამიტომ არის პირველადი ნაბიჯი საკუთარი pulis ისტორიაში ჩახედვა. რა გვასწავლეს ბავშვობაში, რა ჟღერდა ოჯახში, რის გვეშინოდა, ვისი მაგალითი გქონდა? ფხიზლად რომ შევხედოთ, ვიგებთ, puli არ გვსტოვებს, ბევრი ჩვენგანი თამად ტოვებს მას. მადლიერება ყველაზე დაუფასებელი ფინანსური ჩვევა. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ pulis მოზიდვის ყველაზე მშვიდი და ბუნებრივი გზა მადლიერებით იწყება. როდესაც ადამიანი მუდმივად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რაც აკლია, მისი ფსიქიკა მუდმივ დეფიციტში ცხოვრობს. და იქ, სადაც დეფიციტია, გადაწყვეტილებები ქაოსურია, ხარჯვა ემოციურია, გეგმები მოტივაციის ნაკლებობაში იკარგება. მადლიერება კი გონებას სხვა რეალობას აჩვენებს. მე უკვე მაქვს, მე უკვე შემიძლია, მე უკვე ვფლობ რესურსს. ეს მენტალური გადაადგილება ქმნის სივრცეს ზრდისთვის, იქმნება სივრცე ფულისთვის. Puli უყვარს მოთმინებას. ფსიქოლოგიური კვლევები გვაჩვენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს. ის ადამიანები, რომლებიც არ განმსჭვალილიან სწრაფი შედეგების სურვილით, უკეთ ახერხებენ pulis დაგროვებას. მოკლევადიანი სიამოვნებები, სპონტანური ყიდვები, იმპულსური გადაწყვეტილებები, სწრაფი მოგების სურვილი არის მთავარი მტერი ფინანსური სტაბილურობის. Puli მოდის იქ, სადაც არის სიწყინე, გეგმა და დრო. იქ, სადაც ადამიანი აცნობიერებს. ყველაფერი დღეს არ ხდება, მაგრამ ყველაფერი იწყება დღევანდელი ნაბიჯით. და ყველაზე მთავარი, puli მიყვება მათ, ვინც საკუთარ ღირებულებებს იცნობს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური პრინციპი არის ძალიან მარტივი. Puli მიდის იქ, სადაც არის მკაფიო მიზანი და მკაფიო ღირებულება. როდესაც ადამიანი იცის რისთვის უნდა puli, ყველაფერი ღრმად იცვლება. ხარჯვა ხდება გაცნობიერებული, გეგმა რეალისტური, მოტივაცია სტაბილური. Puli არასოდეს მოდის მხოლოდ pulis გამო. ის მოდის მაშინ, როცა მას კონკრეტული დანიშნულება აქვს. სწავლა, ცოდნა, თავისუფლება, სისუფთავე, უსაფრთხოება, საკუთარი თავის განვითარება. და ყველაზე მთავარი, puli არ არის მიზანი, puli არის ინსტრუმენტი. Puli არ არის თვითმიზანი, puli არის გზა, რესურსი, შესაძლებლობა. როცა ადამიანი ფულს უბრუნებს თავის ადგილს, იარაღად, არა ღმერთად, იქ იწყება ჯანსაღი, სტაბილური, ზრდადირი ურთიერთობა. და სწორედ მაშინ მოდის puli უფრო მშვიდად, ნაკლები წინააღმდეგობით, ნაკლები სტრესით. Puli იქ მოდის, სადაც მას ადგილი აქვს. Puli არ არის მტერი, არ არის სასუკი ღმერთი, არ არის აკრძალული თემა. Puli მოდის იქ, სადაც გონება თავისუფალია, სადაც მიზანი მკაფიოა, სადაც ადამიანი საკუთარ თავს აფასებს და მზად არის გაიზარდოს. საბოლოო ჯამში puli არა გარედან იწყება, puli იწყება შიგნით. და როცა შიგნით ცვლილება იწყება, გარეთ ყველაფერი სხვანაირად ლაგდება. თუ მოგეწონა ვიდეო და გინდა, შემიძლია ამ თემის გაგრძელება სხვა ეპიზოდით, პრაქტიკული სავარჯიშოები, 10 ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ მიგიყვანთ pulis ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებასთან.